მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს რკინის კონსტრუქციებზე მომუშავე ბობოყვათის სამშენებლო ბაზის 60 თანამშრომელი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა. ავტობანის მშენებელი კომპანია სინოჰიდროს იურისტის ინფორმაციით, სამდღიანი გაფიცვის შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს, რის თანახმადაც გზის მშენებლები ახალ აღჭურვილობას მიიღებენ. ხელფასების მომატებაზე კი უახლოეს დღეებში იმშელებენ. კომპანიის ხელმძღვანელობა ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ უახლოეს 2 დღეში ის აღჭურვილება, რომელიც შესაძლებელია შეცვალოს, რაც შეეხება ხელფასის მომატებას, 1 კვირის ვადა აიღო, რადგან ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ განსხვავებულ სამუშაოს ასრულებს, ყველა ერთმანეთის სამუშაოზე არ მუშაობს და ამის მიხედვით, ვინც დადის შორიგზიდან, ითხოვეს, რომ დილით მოიყვანოს ჩვენმა ტრანსპორტმა და საღამოთი გადაიყვანოს. დილით ვის ნახევარზე უკვე ჩოლოქის ოფისში მაგათ დაელოდებათ მიკროავტობუსი, მოიყვანს სამუშაო ადგილზე, საღამოს სამუშაოს დამთავრების შემდეგ გადაიყვანს ისევ ჩოლოქის ტერიტორიაზე.